ვარც გაეფურჩქნა კოკორი გადახვეოდა იასა ზამბახსაც გახვიძებოდა და თავს უხრიდან იავსა. ტოროლა მაღლა ღრუბლებში წკრიალით გალობდა. ბულბულიც გრძნობით ახვსილი ნაზის ხმით ამას ამბობდა. აღყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო და შენს ქართველოს სწავლითა სამშობლო გაახარეო. გაზეთი ივერია 1895 წლის 14 ივნისი 123 გამოცემა. ავტორი იოსებ ჯუღაშვილი. საინტერესოა როგორ მოხდა ის, რომ ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის პოეზიით, სასულიერო სასწავლებელში გამორჩეული სწავლით და გარდა ამისა რომანტიკული იდეებით იყო გატაცებული, გახდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გარდა ამისა ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი და ამავდროულად მასშტაბური პოლიტიკოსი, რომელიც იმდენად კონტრავერსულია, რომ დღემდე ყოფს ქართულ საზოგადოებას ორ ნაწილად. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იოსებ ჯუღაშვილის, ანუ სტალინის ისტორიაზე. იმაზე თუ რა პოლიტიკური ნაბიჯები აქვს გადადგმული ადამიანს, რომელსაც ზოგიერთი აღმერთებს, ზოგიც კი ტირანად აღიქვამს. თქვენთან ერთად გავივლით იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც გორში დაბადებული, სიღარიბეში გაზრდილ ბიჭს მოუწია. ბიჭს, რომელიც ერთ დღეს მსოფლიოს მე-6-ის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ასე რომ თხოვნა მექნება დაალაიქოთ იგი და გარდა ამისა გამოიწეროთ არხი. სანამ უშუალოდ სტალინის ცხოვრების გარკვეული ეპიზოდების მოყოლას დავიწყებ, მანამდე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ციფრული ინდუსტრიის აკადემიას, რომელიც ჩემი არხის მეგობარი კომპანიაა. ეს არის კომპანია, რომელიც ჩემს გამომწერებს და რა თქმა უნდა არა მხოლოდ ჩემს გამომწერებს, აძლევს იმის საშუალებას, რომ დაეუფლონ 21 საუკუნეში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. და აქვე განსაკუთრებული მადლობა ჩემს გამომწერს, რომელმაც როგორც კი გაიგო, რომ სტალინზე ვიდეოს ჩაწერას ვაპირებდი, აი ასეთი სუვენირი გამომიგზავნა, ძალიან დიდი მადლობა დიად დიდოსტაც, რომლის Instagram page-იც რა თქმა უნდა იქნება ვიდეოს აღწერაში. მე მგონი თქვენც მზად ხართ, მეც მზად ვარ და დავიწყოთ. ოღონდ დავიწყოთ როგორც ყოველთვის სულ თავიდან. ყველაფერი 1878 წლის დეკემბერში, პატარა ქალაქ გორში დაიწყო. იქ სადაც ზამთარი განსაკუთრებით მკაცრი და დაუნდობელი იყო. იმ დროს გორი არ იყო ისეთი, როგორცაც დღეს ვიცნობთ. ეს იყო ადგილი, სადაც სიღარიბე და ფიზიკური ძალის კულტი ერთმანეთს ერწყმოდა. სწორედ აქ, ერთ პატარა ნესტიანი აგურის სახლში დაიბადა ბიჭი, რომელსაც იოსები დაარქვეს. მაგრამ სანამ ის მსოფლიო ისტორიის მთავარ მოთამაშედ იქცეოდა, მანამდე უბრალოდ სოსო იყო. მესამე შვილი იმ ოჯახში, სადაც პირველი ორი შვილი მალევე დაიღუპა. მამამისი ბესარიონი, ანუ ბესო, მეწაღე იყო. თავიდან საქმე კარგად მისდიოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სასმელმა და წარუმატებლობამ ის აგრესიულ კაცად აქცია. სწორედ აქ, ამ სახლში, სოსომ პირველად ისწავლა ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი გაკვეთილი. შიში ბადებს პატივისცემას. პატივისცემა კი ძალაუფლების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. დედამისი კეკე, იგივე ეკატერინე გელაძე მკაცრი, შრომელი და ღრმად მორწმუნე ქალი იყო. ის ხვის ოჯახებში მრეცხავად მუშაობდა, რომ შვილისთვის განათლება მიეცა. მისი ოცნება იყო, რომ შვილი მღვდელი გამხდარიყო. სწორედ კეკე იყო ის ადამიანი, რომელმაც პატარა სოსო სასულიერო აკადემიაში შეიყვანა. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც იოსებ ჯუღაშვილის, ანუ სტალინის ბავშვობის კონტრასტულობას ვაწყდებით. ერთის მხრივ მას ყავს საკმაოდ აგრესიული მამა, ხოლო მეორეს მხრივ დედა, რომელიც იმდენად ღრმად მორწმუნეა, რომ სურს, რომ მისი შვილი ერთჩვენიერ დღეს მამაო გახდეს. გორის ქუჩებში იოსებს მეტსახელად პეპოს ეძახდნენ. ის არ იყო ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ბავშვი. მეტიც, ბავშვობაში გადატანილმა ყვავილმა სახეზე კვალი დაუტოვა, ხოლო ავარიის შემდეგ მარცხენა ხელის სამუდამოდ დაუზიანდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას დაუნდობელი ნებისყოფა ჰქონდა. ის არასოდეს ტიროდა, როცა სცემდნენ, უბრალოდ იმახსოვრებდა დამნაშავეებს. დიდი ალბათობით მეტსახელი პეპო ცოტათი გაგიკვირდათ, იმიტომ რომ ბევრმა იცის მისი სხვა მეტსახელები. საუბარი მაქვს კობაზე, რომელზეც ბევრს მენია, და სტალინზე, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი. მაგრამ პეპო მოდის 1871 წელს სომეხი დრამატურგის გაბრიელ სუნდუკიანის პიესა პეპოდან, რომელშიც მთავარი გმირი არის ღარიბი მეთევზე, რომელიც მდიდარ ვაჭარს უპირისპირდება იმისთვის, რომ თავისი ოჯახის კუთვნილი ფული დაიბრუნოს. სწორედ ასეთი ადამიანი გახლდათ იოსებ ჯუღაშვილი. ის იყო ღარიბი, მაგრამ ამავდროულად ამაყი ადამიანი, რომელიც არავის არაფერს შეარჩენდა. სწორედ ამ ამბიციით 1888 წელს 9 წლის იოსებ ჯუღაშვილი გორის სასულიერო სასწავლებელში შედის. თუმცა აქ ერთი საინტერესო ბარიერი ჩნდება. მან არ იცის რუსული. აი სწავლა კი მხოლოდ რუსულ ენაზეა.
ეს ის მომენტია, როდესაც მომავალი ბელადი ფოლადის ნებისყოფას გამოავლენს და სულ რაღაც 2 წელიწადში არა მხოლოდ დაეუფლება რუსულს, არამედ კლასში საუკეთესო მოსწავლეც კი გახდება. იგი წარჩინებულ მოწაფედ ითვლებოდა. მას მხოლოდ 5-იანები და 4-იანები ჰქონდა. ისე ერთი შეხედვით როგორი პარადოქსულია რა. ბავშვი, რომელიც სასულიერო სასწავლებელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოსწავლეა, ერთ დღეს გაიზრდება, გახდება სამყაროს 1/6-ის ბრძანებელი და გაანადგურებს ათასობით ეკლესიას. აი, რელიგიაზე კი იტყვის იმას, რომ ის ხალხის ოპიუმია. საკმაოდ საინტერესოა ის თუ როგორ ახასიათებდა იოსებ ჯუღაშვილს სასწავლებელის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. იგი მასზე ამბობდა, რომ გამორჩეული ბავშვია და გარდა ამისა მას აქვს ფენომენალური მეხსიერება. სწორედ ლორთქიფანიძის რეკომენდაციით დაენიშნა სოსოს სტიპენდია, რადგან ოფიციალური ჩანაწერებით ის სასწავლებელში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ხო, წარმოიდგინეთ, რომ ოდესღაც ფაქტობრივად ფრიადოსანი მოწაფე, რომელზეც სხვათა შორის მისი მეგობრები იხსენებენ, რომ არაჩვეულებრივად გალობდა, ერთ დღეს გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიქტატორი, რომელიც იმდენად კონტროვერსულია, რომ მას დღემდე ან აღმერთებენ, ან ტალახს ესვრიან. მაგრამ მოდი ჯერ არა სტალინზე, არამედ იოსებ ჯუღაშვილზე ვისაუბროთ, რომელმაც 1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. ოღონდ განა უბრალოდ დაამთავრა, არამედ პირველი ხარისხის სიგელით. სწორედ ამ სიგელმა მისცა მას იმის საშუალება, რომ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გაეგრძელებინა. რომ არა ლორთქიფანიძის რეკომენდაცია და ბეჯითობა სწავლაში ვინიც ის იქნების გორში დარჩენილიყო და მამამისის მსგავსად მეწაღეობა დაეწყო. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიებია. როგორც უკვე მიხვდით, ბედმა მას არ გუნა ის, რომ თბილისში ჩამოსულიყო და ცოტა უფრო დიდ არენაზე ეასპარეზა. 1894 წლის აგვისტოს 15 წლის იოსები თბილისში ჩამოდის. წარმოიდგინეთ მაშინდელი თბილისის სასულიერო სემინარია. დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის შენობა თავისუფლების მოედანზე. ეს არ იყო უბრალო სასწავლებელი. ეს იყო ნამდვილი სულიერი ყაზარმა. აქ წესების მიხედვით სტუდენტებს ეკრძალებოდათ ქალაქში გასვლა ნებართვის გარეშე. იკრძალებოდა ქართულად საუბარი, ხოლო ინსპექტორები სტუდენტების პირად ნივთებსა და კარადებში მუდმივად ატარებდნენ ჩხრეკას. მოგვიანებით სტალინი ამ გარემოს იეზუიტურს უწოდებდა. სწორედ აქ, ამ მუდმივი თვალთვალისა და ჩაგვრის პირობებში სოსომ ისწავლა მთავარი რამ, კონსპირაცია და ფარული ბრძოლა. ამ კედლებში იოსები ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოეტურ განწყობას. სწორედ აქ დაწერა ლექსი, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრე. სწორედ აქ ხდება მის ხელში აკრძალული ხილი. სემინარიის ბიბლიოთეკიდან მას ფარულად გამოაქვს ჩარლზ დარვინის, ვიქტორ ჰიუგოს და კარლ მარქსის ნაშრომები. სწორედ სემინარიაში დაიბადა ის მეამბოხესული, რომელიც თვლიდა იმას, რომ სისტემა შიგნიდან უნდა გატეხილიყო. სემინარიაში სხვათა შორის მას საკმაოდ ხშირად სჭირდნენ აკრძალული წიგნების წაკითხვის გამო. ამავე პერიოდში ის კითხულობს ალექსანდრე ყაზბეგის მამის მკვლელს. პერსონაჟი კობა ხდება მისი კერპი. კობა ის ადამიანია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მთებში გაიხიზნა და სამართლიანობისთვის დაუნდობელ ბრძოლას შეუდგა. იოსები იმდენად მოიხიბლა ამ პერსონაჟით, რომ მეგობრებს თხოვა მისთვის კობა დაეძახათ. შეიძლება ითქვას, რომ პეპო მოკვდა და დაიბადა კობა, ადამიანი, რომლისთვისაც მიზანი ამართლებდა საშუალებას. 1899 წელს სოსოს სემინარიიდან გარიცხეს. ოფიციალური ვერსიით გამოცდაზე გამოუცხადებლობის გამო, რეალურად კი რევოლუციური საქმიანობის გამო. დედის ოცნება დაიმსხვრა. იოსებ ჯუღაშვილმა ანაფორა სამუდამოდ გაიხადა და რევოლუციონერის ტყავის ქურთუკი მოიგო. მას გარე სამყარო ელოდა. ელოდა ციხეები, გადასახლებები და პირველი სისხლიანი ნაბიჯები ძალაუფლებისკენ. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც პირველად უყურებენ ჩემს ვიდეოს, უჩნდებათ მსგავსი შინაარსი შეკითხვა. რატომ გვიყვები მის ბავშვობაზე მაშინ, როდესაც ბევრად უფრო საინტერესო რაღაცები არის სტალინზე მოსაყოლიო. საქმე უბრალოდ ის არის, რომ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებას დამნაშავეს, ან ნებისმიერ ადამიანს განვიხილავ ჩემს ვიდეოში, ყოველთვის ვეხები იმ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და გარდა ამისა, იმ გარე სამყაროს, რომელმაც მოახდინა მისი ტრანსფორმაცია. ხოლო იოსებ ჯუღაშვილს ტრანსფორმაცია არა ერთი, არამედ რამდენიმე ჰქონდა. ის ჯერ გახდა პეპო, შემდეგ გახდა კობა და ბოლოს უკვე სტალინი. და ვფიქრობ, რომ მთელი ამ დროის და მთელი ამ გზის განმავლობაში ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მან განვლო, საკმაოდ საინტერესოა. დიდი ალბათობით გიჩნდებათ კიდევ ერთი შეკითხვა. საიდან ვიცით ამდენი მისი ბავშვობის შესახებ? საქმე ის არის, რომ მკვლევარები, რა თქმა უნდა, იკვლევენ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორის ბავშვობას და შესაბამისად აგროვებენ მისი ბავშვობის მეგობრების მოგონებებს.
მაგრამ რამდენად სანდოა ეს მოგონებები? საქმე ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი, ანუ ზოგიერთი მისი ბავშვობის მეგობარი იხსენებს მას სიამაყით, რომ სტალინს იცნობდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ძიზღით. საქმე ის არის, რომ ამ ვიდეოში მაქსიმალურად ვესწრები, რომ ერთის და მეორე მხარეც გამოვაჩინო, მაქსიმალურად ვესწრები, არ ვიცი რამდენად გამომივა და დასკვნებით თუ გსურთ ჩემთან ერთად გამოიტანეთ, თუ გსურთ ჩემს გარეშე. მოკლედ, ხო, ამის თქმა ვფიქრობ აუცილებელი არის მსგავსი ტიპის ვიდეოში, ახლა კი გავაგრძელებ სტალინის ისტორიას. ზოგიერთი ადამიანის თქმით, იოსებ ჯუღაშვილი წიგნიერი ახალგაზრდა იყო, თუმცა ამასთან ერთად საკმაოდ ჩაკეტილი და მკაცრი პიროვნებაც გახლდა. ალბათ მისი ფსევდონიმი კობა, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ალექსანდრე ყაზბეგის მამის მკვლელისგან არის ნასესხები, მეტყველებს იმაზე თუ როგორი დამოკიდებულებები ჰქონდა მას გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. თუმცა არსებობს მეორე მხარეც, რომელიც იხსენებს, რომ იოსები პოეტი იყო, წერდა ლექსებს და თან არა უბრალო ლექსებს, არამედ ისეთებს, რომლებსაც თავად ილია ჭავჭავაძე, ადამიანი, რომელსაც ერის მამას ვუწოდებთ, საკუთარ გაზეთში ბეჭდავდა და საუბარი არა ერთ ლექსზე, არამედ რამდენიმეზე მაქვს. სხვათა შორის სტალინის ლექსები, ისევე როგორც ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენთან Telegram არხზე არ მაქვს ატვირთული, ავტვირთე Patreon-ზე, ვინც არ იცით, ეს არის სივრცე, სადაც მაყურებელს შეუძლია, რომ კონტენტ კრეატორს მხარი დაუჭიროს რაღაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, აი სანაცვლოდ კი მიიღოს მოკლედ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე იქნება მომდევნო ვიდეო, რა მასალას ვიყენებ მაშინ, როდესაც ვიდეოს ვქმნი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დეტალებით ჩამოთვლას არ დავიწყებ, ვისაც გულწრფელად უნდა რომ მხარი დაუჭიროს ამ არხის ყველა წამოწყებას, ლინკი აღწერაში იქნება, თავად შეგიძლიათ გაიცნოთ ეგრეთ წოდებულ Patreon-ის პაკეტებს. მოკლედ ახლა თავი რო არ მოგაწყინოთ და რო არ მოგაბეზროთ, გავაგრძელებ საუბარს იმაზე, თუ რას აკეთებდა კობა მას შემდეგ, რაც იგი სემინარიიდან გარიცხეს. 1899 წელს სემინარიის კარი მის ზურგს უკან სამუდამოდ იხურება. 20 წლის იოსები თბილისის ქუჩებში აღმოჩნდა უფულოდ და სამსახურის გარეშე, თუმცა დიდი ამბიციები. თავიდან ის თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობდა, თუმცა მისი გონება არა ვარსკვლავებით, არამედ რევოლუციური იდეებით იყო გატაცებული. სულ მალე ის პროფესიონალი რევოლუციონერი გახდება. გადაიქცევა ადამიანად, რომელსაც არ აქვს სახლი, არ აქვს სახელი და რომლის ცხოვრებაც პოლიციასთან დამალობანას თამაშს დაემსგავსება. ფიზიკური ობსერვატორია შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი საფარი იყო, იმიტომ რომ მთელს თავისუფალ დროს იგი უთმობდა რკინიგზის მუშებს, რომლებსაც გაფიცვისთვის ამზადებდა. აი 1901 წელს კი ჯუღაშვილი ჩადის ბათუმში. იმ დროს ბათუმი ნამდვილი ოქროს საბადო იყო, რადგან როტშილდებისა და ნობელების ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები აქ ათასობით მუშას უღრიდა თავს. და ხო, არც ნობელები, ისევე როგორც როტშილდები არ მოგესმათ. სწორედ ბათუმში არსებობდა ერთ-ერთი მთავარი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა და გარდა ამისა, ბათუმის პორტიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობი გადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც საკმაოდ მდიდარი ადამიანების, საკმაოდ მდიდარი არა, ყველაზე მდიდარი ადამიანების ინტერესები გადაიკვეთა. ლუდვიგ და რობერტ ნობელებმა დააარსეს კომპანია ბრანობელი. ააშენეს ბათუმში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები და რეზერვუარები. სწორედ ძმებმა ნობელებმა ჩაუყარეს საფუძველი ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის მშენებლობას. ბათუმში დღემდე არსებობს ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი. როტშილდები ბათუმის ნავთობის ინდუსტრიის მთავარი ფინანსური დონორები იყვნენ. მათ დააარსეს კასპიურ შავი ზღვის ნავთობის სამრეწველო და სავაჭრო საზოგადოება. მათი წყალობით აშენდა ბათუმის პორტის დიდი ნაწილი და ბევრი ისტორიული შენობა, რომელიც დღეს ქალაქს ამშვენებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პატარა ისტორიული გადახვევა იყო, რატომღაც მგონია, რომ ბევრმა ჩემმა მაყურებელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და ამ თემაზე ზოგადად ვრცელი ვიდეოს ჩაწერაც არის შესაძლებელი, მაგრამ მოდით, რადგან დღეს სტალინზე ვსაუბრობთ, მივყვეთ მის გზას. იოსებ ჯუღაშვილი სწორედ ამ ქარხნებში მომუშავე მუშების გონებაზე აპირებდა ზემოქმედებას. 1902 წლის მარტში როტშილდის ქარხანაში გაფიცვა დაიწყო. კობამ მშვიდობიანი პროტესტი ნამდვილ შეტაკებად აქცია. დემონსტრაციისას 15 მუშა დაიღუპა. ბევრმა რევოლუციონერმა უკან დაიხია. კობამ კი პირიქით, ეს მსხვერპლი პროპაგანდისტვის გამოიყენა. თუმცა საქმეს მარტივად არ ჩაუვლია. სწორედ ბათუმის ინციდენტი იყო ის შემთხვევა, როდესაც კობა ციმბირში გადაასახლეს. აქ მან ყალბი დოკუმენტების დამზადება ისწავლა. თუმცა ეს ერთადერთი გაკვეთილი არ ყოფილა. იგი მიხვდა, რომ რევოლუციას მხოლოდ იდეები არ ყოფნის. საჭირო იყო რესურსიც.
ბოლშევიკებს რევოლუციისთვის ჭირდებოდათ იარაღი და გარდა ამისა სტამბები, სადაც ისინი დაბეჭდავდნენ გაზეთებს და გარდა ამისა იმ ქაღალდებს, სადაც საკუთარ იდეოლოგიაზე ისაუბრებდნენ და გაავრცელებდნენ საზოგადოებაში. ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი რაოდენობის ფინანსები სჭირდებოდა. და ფინანსების მოპოვება იმ პერიოდში არ იყო მარტივი ამბავი და შესაბამისად ეს ლეგალური გზით ვერ მოხერხდებოდა. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ კობა, ისევე როგორც ლენინი, ფიქრობდნენ იმას, რომ თუ კი ისინი, ასე ვთქვათ, მოიპარავდნენ ფულს, ეს არ იქნებოდა კრიმინალი. ისინი უბრალოდ ხალხის ფულს დაუბრუნებდნენ ხალხს, ოღონდ რევოლუციური გზით. მაგრამ თუ კი აი ამ იდეოლოგიურ ამბავს ჩამოვაშორებთ ამ ყველაფერს, მივიღებთ მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ერთ-ერთ ყველაზე თავზარდამცემ ძარცვებს, რომლებსაც პრინციპში შეიძლება ითქვას ხელმძღვანელობდა თავად იოსებ ჯუღაშვილი. იმ პერიოდისთვის კობა. 1907 წლის 13 ივნისი, თბილისი, ერევანსკის მოედანი, თანამედროვე თავისუფლების მოედანი. შუადღის 11 საათი. მოედანზე შემოდის ფულით დატვირთული ეტლი, რომელსაც შეიარაღებული კაზაკები აცილებდნენ. უეცრად ქალაქის ცენტრში აფეთქების ხმა ისმის. ტყდება სროლა. ეს იყო იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და გახმაურებული ძარცვა. გაიტაცეს 250,000 რუბლი. დღევანდელი კურსით რამდენიმე მილიონი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ჯუღაშვილი თავად არისროდა, სწორედ ის იყო ამ ოპერაციის მთავარი ტვინი. ფულის ხელში ჩაგდების შემდეგ კი ის ევროპაში მყოფ ლენინს ჩაუტანა. სწორედ ამ დღის შემდეგ კობა ლენინისთვის შეუცვლელი ქართველი გახდება. იგი მიიჩნევდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს შეეძლო ყველა იმ საქმის გაკეთება, რომელსაც დაავალებდნენ და თან ისე, რომ ამაზე ფაქტობრივად არც კი დაფიქრდებოდა. თუმცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავისებური ნეგატიური შედეგებიც მოყვებოდა. პოლიციამ იოსებ ჯუღაშვილზე ნადირობა გამოაცხადა. დაიწყო ციხეების, გადასახლებისა და გაქცევების გაუთავებელი ციკლი. საერთო ჯამში ის 7 ჯერ დააპატიმრეს და 6 ჯერ გადაასახლეს. აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ჯუღაშვილი იმდენად იყო ანთებული რევოლუციური იდეებით, რომ 5 ჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევა, უკან დაბრუნება და ისევ ბრძოლაში ჩართვა. ერთი შეხედვით ეს იმაზე მეტყველებს, რომ იოსებ ჯუღაშვილი შეუპოვარი ადამიანი იყო. და პრინციპში კი ის ნამდვილად შეუპოვარი ადამიანი იყო, რომელიც აღტკინებული იბრძოდა რევოლუციური იდეებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. კი მას შეეძლო, რომ მიმალულიყო მას შემდეგ, რაც ციმბირიდან გამოიქცეოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. არ გააკეთა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის შეუპოვარი გახდა, არამედ იმიტომ, რომ კობაში ამ პერიოდში რაღაც მოკვდა. იოსებ ირემაშვილი, მისი ბავშვობის მეგობარი, იხსენებდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ის ციხიდან ბრუნდებოდა, კობა ცივი, ეჭვიანი და დაუნდობელი ხდებოდა. აი ციტატა მისი წიგნიდან სათაურით სტალინი და საქართველოს ტრაგედია. კობა ყოველი გადასახლებიდან უფრო პირქუში და ჩაკეტილი ბრუნდებოდა. ის რაც ადრე მასში მიამბოხე სული იყო, ახლა ცივ და გათვლილ სიძულვილში გადაიზარდა. მისთვის მეგობრობა აღარ არსებობდა. არსებობდნენ მხოლოდ თანამებრძოლები, რომლებსაც ის მანამ იყენებდა, სანამ სჭირდებოდა. მან ისწავლა ადამიანებით მანიპულირება და მათი ისე გაწირვა, რომ თვალიც არ დაეხამხამებინა. ის აღარავის ენდობოდა და ამბობენ, რომ სწორედ ამავე პერიოდში გაჩნდა მისი საკმაოდ ცნობილი შეხედულება ნდობასთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს. ნდობა კარგია, მაგრამ კონტროლი უკეთესია. შეიძლება ითქვას, რომ იოსებ ჯუღაშვილი უკვე აღარ იყო ის ადამიანი, რომელიც პოეზიით იყო გატაცებული. მისთვის ადამიანები იყვნენ პატარა საჭადრაკო ფიგურები, რომლებიც დიდი პოლიტიკის თამაშის დროს მას ძალიან მარტივად შეეძლო გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ჯუღაშვილი ცივ მექანიზმად იქცა, მის გულში მაინც დარჩა ადგილი, სადაც ის არა კობა, არამედ იოსები იყო. საუბარი ეკატერინე, ანუ კატო სვანიძეზე მაქვს. მათ ჯვარი 1906 წელს თბილისში დაიწერეს. კატო იყო ნაზი, მორწმუნე და პოლიტიკისგან შორს მდგომი ქალი. ის ერთადერთი იყო, ვისაც კობას დათბობა შეეძლო, მაგრამ მათ ბედნიერებას დიდი ხანი არ ეწერა. 1907 წელს ერევანსკის, ანუ თანამედროვე თავისუფლების მოედანის ძარცვის შემდეგ, როცა იოსებ ჯუღაშვილი იძულებული გახდა მიმალულიყო, კატო მძიმე სენით, ტიფით გარდაიცვალა. იოსებ ირემაშვილი თავის წიგნში იხსენებს იმას, თუ რა თქვა ახალგაზრდა სტალინმა მაშინ, როდესაც კატო სვანიძეს ასაფლავებდნენ. ის მეგობრებს შემოუტრიალდა და შემდეგი რამ გააჟღერა. კატო ჩემს ქვის გულს ალღობდა. ის მოკვდა და მასთან ერთად მოკვდა ჩემი ბოლო ადამიანური გრძნობაც კაცობრიობის მიმართ. კატოსა და სოსოს ხანმოკლე თანაცხოვრებიდან მათ ვაჟი, იაკობი შეეძინათ.
იაკობი სულ რამდენიმე თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. სწორედ ამ მომენტებიდან შეიმჩნევა ჯუღაშვილის გაფოლადების პირველი ნიშნები. კატოს დაკრძალვის შემდეგ მან შვილი ნათესავებს დაუტოვა და თავად რევოლუციურ ბრძოლაში გადაეშვა. წარმოიდგინეთ პატარა იაკობის მდგომარეობა მაშინ, როდესაც იგი იზრდება დეიდასთან და ბებიასთან, აი მამაზე კი ერთადერთი რამ, რაც მან იცის, არის ის მოარული ჭორები, რომლებიც ქალაქში დადის და ის სტატიები, რომლებიც მამასთან დაკავშირებით ქვეყნდება. მოგვიანებით სტალინმა, რომელიც ძალაუფლების მწვერვალზე იყო, შვილი მოსკოვში წაიყვანა, თუმცა მათ შორის მამაშვილური კავშირი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. ეს სწორედ ის იაკობია, რომელიც მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. სწორედ ის იაკობი, რომლის გაცვლაც გენერალ ფრიდრიხ პაულუში სურდათ, თუმცა სტალინის პასუხი შემდეგი იყო: მე ჯარისკაცს ფელდმარშალში არ ვცვლი. ამით სტალინმა ფაქტობრივად თავისი შვილი გაწირა, მაგრამ მოდით მოვლენებს ნუ გაუსწრებთ, იმიტომ რომ შეგახსენებთ ახლა 1907 წელია, ახალგაზრდა სტალინი კი თავისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავთან დგას და ერთადერთი რამ, რასაც ის გრძნობს, ის არის, რომ იგი ადამიანური შეგრძნებებისგან თავიდან ბოლომდე იცლება. კატოს სიკვდილის შემდეგ კობა საბოლოოდ ქრება. იწყება წლები, რომლებიც სავსეა გადასახლებებით, გაქცევებით და მუდმივი ბრძოლით. სწორედ ამ პერიოდში, უფრო ზუსტად კი 1913 წელს, ის იღებს ფსევდონიმს, რომლითაც მას მთელი მსოფლიო გაიცნობს. ჯუღაშვილმა გამოაქვეყნა სტატია „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“, რომელიც ჟურნალ პროსვეშენიეს ფურცლებზე დაიბეჭდა. სტატიის ავტორი არა იოსებ ჯუღაშვილი ან კობა, არამედ სტალინი იყო. ეს არ იყო უბრალო ფსევდონიმი, ეს იყო ერთგვარი განაჩენი. მან საკუთარ თავში ყველაფერი ადამიანური ფოლადივით გამოჭედა. ემოციები ყინულად აქცია, ხოლო ნება დაუნდობელ იარაღად. სოსო მოკვდა, კობა კი გარდაიქმნა სტალინად, ფოლადის კაცად, რომლისთვისაც სამყარო რევოლუციურ პოლიგონს წარმოადგენდა. სხვათა შორის ბევრს გონია, რომ მაშინ, როდესაც რევოლუცია მოხდა, სტალინი ეგრევე მმართველობის სადავეებში მოვიდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მაგრამ რეალურად ასე ნამდვილად არ იყო. მანამ სანამ ლენინი, ისევე როგორც ტროცკი მსოფლიო რევოლუციის ქარცეცხლზე ფიქრობდნენ და გარდა ამისა, საჯარო ტრიბუნებზე გამოდიოდნენ, სტალინმა ერთი საკმაოდ მოსაწყენი რამ აირჩია. საუბარი ბიუროკრატიაზე მაქვს. 1917 წლის რევოლუციის ქარიშხალში სტალინი ერთი შეხედვით შეუმჩნეველი იყო. სანამ ლენინი ორატორობით ხალხს აჰიპნოზებდა, ხოლო ტროცკი წინააღმდეგობის პოტენციურ ძალებს ამობილიზებდა, სტალინი ჩრდილში იყო. ბევრი მისი თანამებრძოლი იმ პერიოდში მას ნაცრისფერ ლაქას უწოდებდა იმის გამო, რომ მიაჩნდათ, რომ სტალინი უბრალოდ შავი საქმეების შემსრულებელი იყო. არადა მათ ვერ გაითვალისწინეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე. სტალინს იმ დროისთვის არ სჭირდებოდა ტრიბუნები. მისთვის მნიშვნელოვანი იყო კონტროლი. სანამ სხვები მარქსიზმის თეორიებზე კამათობდნენ, სტალინმა პირველი პარტიული აპარატის მშენებლობა დაიწყო. 1922 წელს ის პარტიის გენერალური მდივანი გახდა. დაიკავა თანამდებობა, რომელიც მაშინ ყველას მეორე ხარისხოვანი ეგონა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ მას ხელში ყველა სამართავი სადავე ეჭირა. ის აკონტროლებდა იმას, თუ ვინ სად დაინიშნა, ვინ რას აკეთებდა და ვის რამდენ ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა. წარმოიდგინეთ სისტემა, სადაც ყოველ რაიონში, პატარა სოფელში, დაბაში, ქარხანასა თუ სამხედრო ნაწილში ხელმძღვანელებს სტალინი პირადად ნიშნავდა. მისი მიზანი არ იყო ორატორების ან საუკეთესო ხელმძღვანელების დანიშვნა. ის ერთგულ შემსრულებლებს ეძებდა. მალევე გაირკვა, რომ როცა პარტიაში კენჭისყრის დრო დადგებოდა, სტალინს უკვე გარანტირებული ჰქონდა ათასობით ხმა. მან შექმნა იმ ადამიანების არმია, რომლებიც მასზე იყვნენ დამოკიდებულნი. თუმცა, რა თქმა უნდა, სტალინს ამ გზაზე საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებებიც ჰქონდა. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაბრკოლება გახლდათ ვლადიმერ ლენინის ანდერძი, რომელშიც იგი სხვადასხვა ადამიანებს ახასიათებდა, საუბარი რა თქმა უნდა პარტიულ ლიდერებზე მაქვს, აი ამ ადამიანებზე. მაგრამ ამ ადამიანებს თუ კი ის კარგად ახასიათებდა, შედარებით, სტალინზე ის ამბობდა, რომ ცუდი გენერალური მდივანი იყო, არა, უბრალოდ ცუდი კი არა, აგრესიული გენერალური მდივანი, რომელიც რამენაირად უნდა მოეშორებინა. ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსისთვის ეს იქნებოდა კარიერის დასასრული, მაგრამ არა სტალინისთვის. იგი ფეხზე წამოდგა და თქვა, რომ კი, მე ნამდვილად აგრესიული ვარ, მაგრამ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც პარტიულ იდეოლოგიას არ იზიარებსო. და მიმის გათვალისწინებით, რომ მას უკვე გარშემო ყავდა შემოკრებილი ის ადამიანები, რომლებზეც გავლენა ჰქონდა, იმიტომ რომ თავადვე ნიშნავდა ამ ადამიანებს,
საკმაოდ მარტივად მიიღო მათი მხარდაჭერა და შესაბამისად გენერალური მდივანის პოზიციაც მარტივად შეინარჩუნა. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ჯერი ლევ ტროცკიზე დადგა, ადამიანზე, რომელიც რევოლუციის მეორე მთავარ ფიგურად ითვლებოდა. სტალინმა ის ჯერ იდეოლოგიურად გაანადგურა, შემდეგ ქვეყნიდან გააძევა, ბოლოს კი ისტორიიდანაც წაშალა. აქ იწყება სტალინური პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური ნაწილი – ფოტოების რედაქტირება. დღეს ფოტოშოპით ნებისმიერი ფოტოს დამუშავება შეგვიძლია შეუცვალოთ ფერები, გარდა ამისა შეგვიძლია ამოვშალოთ ან ჩავამატოთ ამა თუ იმ კადრში ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი იმ პერიოდში, როდესაც არც ციფრული ინდუსტრიის აკადემია არსებობს, სადაც ფოტოშოპის სწავლა შეგიძლიათ და გარდა ამისა არ არსებობს კომპიუტერი, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ რომ მსგავსი ფოტო მანიპულაციები მოახერხოთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, სტალინს ჰყავდა ვიზუალური ჯალათების არმია. ისინი სკალპელებით, ტუშითა და საღებავებით მუშაობდნენ ნეგატივზე. როდესაც ვინმე პარტიის მტრად გამოცხადდებოდა, ის არამხოლოდ ციხეში მიდიოდა, არამედ ქრებოდა ყველა არქივიდან. თქვენ წარმოიდგინეთ ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც კი, მაშინ როდესაც ესა თუ ის კონკრეტული სახელმწიფო მოხელე ან ისტორიული პირი გამოცხადდებოდა ქვეყნის მტრად, იძულებულები ხდებოდნენ, რომ საკუთარი ხელით ამოიჭრათ ან არადა ამოეშალათ წიგნიდან ის თავი, სადაც ამა თუ იმ კონკრეტულ ადამიანზე იყო საუბარი, ან ის გვერდი, სადაც ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის ფოტო იყო ჩაბეჭდილი. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ წიგნის შენახვაც კი შეიძლება გამხდარიყო ან გადასახლების, ან არადა დახვრეტის მიზეზი. ყველაზე ცნობილი მაგალითი ნიკოლაი ეჟოვია, შინსახკომის ხელმძღვანელი. ერთ ფოტოზე ის სტალინის გვერდით მოსკოვის არხის ნაპირზე სეირნობს. მისი დახვრეტის შემდეგ ფოტო ისე გასუფთავდა, რომ ეჟოვის ადგილას მხოლოდ წყალი და არხის მოაჯირი დარჩა. სტალინი ქმნიდა ახალ რელიგიას, სადაც ის ერთადერთი უცვლელი წმინდანი იყო. მისი თანამებრძოლები კი აჩრდილები, რომლებიც ბელადის ერთი ბრძანებით შეიძლება გამქრალიყვნენ. სტალინი ამით თავის თანამებრძოლებს იმას აჩვენებდა, რომ ის არამხოლოდ მომავალს დააწყოს, არამედ წარსულსაც მართავდა. თუკი მას ამის სურვილი ექნებოდა, ძალიან მარტივად შეეძლო წარსულის ერთი ხელის გადკაცუნებით შესვლა. მაგრამ აქ აუცილებლად სახსენებელი არის ასევე ისიც, რომ ის არამხოლოდ თავის თანამებრძოლეებს იშორებდა, არამედ ქართულ ინტელიგენციასაც. 1921 წლის ივნისში საქართველოში წითელი არმიის შემოსვლიდან რამდენიმე თვეში სტალინი თბილისში ჩამოვიდა. ის ელოდა, რომ როგორც გამარჯვებულს ისე დახვდებოდნენ, თუმცა ამის ნაცვლად სულ სხვა რეალობა დახვდა. ნაძალადევის მუშათა კლუბში გამოსვლისას, როცა ის ტრიბუნაზე ავიდა, დარბაზიდან მქუხარეს ტვენა და უკმაყოფილო ყვირილი გაისმა. ქართველმა მუშებმა, რომლებსაც ის თავის ხალხად მიიჩნევდა, მიახალეს, რომ ის მოღალატე იყო და სამშობლო რუსულ ხიშტებზე გაყიდა. სწორედ ამ ამბავს უკავშირებენ მის შემდგომ რადიკალურ და სასტიკ პოლიტიკას ქართველი ნაციონალ-უკლონისტებისა და ინტელიგენციის მიმართ. მან დაასკვნა, რომ საქართველოში წმენდა იყო საჭირო, რათა ყოველგვარი წინააღმდეგობა დათრგუნულიყო. აქ ერთ რაღაცას მინდა რომ ხაზი გავუსვა და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც დღევანდელ ვიდეოში ისმენთ, როგორც უკვე მანამდე გითხარით, ეყრდნობა ფაქტებს, ოფიციალურ დოკუმენტებს, გარდა ამისა სხვადასხვა ადამიანების მოგონებებსა და მემუარებს და გარდა ამისა იმ ნაშრომებს, რომლებიც იკვლევდნენ რევოლუციის დასაწყის პერიოდს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. კონკრეტულად ეს მოგონებები, ანუ ეგრეთ წოდებული ნაძალადების ინციდენტი, არის აღწერილი როგორც ემიგრანტების მოგონებებში და გარდა ამისა ვლასამ გელაძის მოგონებებში. ვინ იყო ვლასამ გელაძე? მოდით მაგაზეც ვისაუბროთ. ვლასამ გელაძე საქართველოს სახალხო გვარდიის კომისარი გახლდათ, რომელიც თავის მოგონებებში დეტალურად აღწერს იმას, თუ როგორ დაიწყო მოხსენების წაკითხვა სტალინმა რუსულ ენაზე, ხოლო შემდგომ ისიდორე რამიშვილმა, რომელიც ოდესღაც მისი მასწავლებელი იყო სემინარიაში, მიუთითა, რომ საქართველო თავისუფალი იყო და ქართველ კაცს მშობლიურ ენაზე უნდა ელაპარაკა. ანუ წარმოიდგინეთ სცენა. სტალინი, რომელიც კრემლის ერთ-ერთი უძლიერესი ფიგურა არის იმ პერიოდში, გამოდის საჯაროდ მუშების წინაშე და მას შენიშვნას აძლევენ. მოგვიანებით სტალინმა საქართველოს კომპარტიის პირველ მდივნად ლავრენტი ბერია დანიშნა, რომლის მოვალეობებიდან ერთ-ერთი სწორედ ქართველი ინტელიგენციის წინააღმდეგ გალაშქრა იყო. ბერიამ დაიწყო ნადირობა იმ ხალხზე, ვინც სტალინს თბილისში დაუსტვინა და ვინც მას სოსო ან კობა დაუძახა. ასე დაიწყო ქართული ინტელიგენციის ნელი და მეთოდური განადგურება.
მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ ადამიანი, რომელმაც ქართული პროზა ახალ საფეხურზე აიყვანა. სტალინმა მას არაპატია კვაჭი კვაჭანტირაძე და ის თავისუფალი სული, რომელსაც მწერალი აფრქვევდა. ჯავახიშვილი 1927 წლის 30 სექტემბერს დახვრიტეს. იციან ტაბიძეს ბრალად ძდებდნენ ხალხის მტრებთან კავშირს. როდესაც მას მოსთხოვეს, რომ ეღიარებინა საფრანგეთის ჯაშუშობა, მან ირონიულად უპასუხა: დიახ, მე ვარ საფრანგეთის ჯაშუში, რადგან ვგიჟდები ფრანგულ პოეზიაზე. ეს საბედისწერო შეცდომა იყო. ის 1927 წლის დეკემბერში დახვრიტეს. თუმცა ოჯახს ატყუებდნენ, რომ გადასახლებული იყო მიწერის უფლების გარეშე. ასევე დახვრიტეს გენიალური დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რომელიც სულ რაღაც 34 წლის იყო და მსოფლიო დონის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. სიის გაგრძელება ფაქტობრივად უსასრულოდ არის შესაძლებელი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის არა გვარებისა და სახელების რაოდენობა ამ სიაში, არამედ ის მიზანი, რასაც ეს ყველაფერი ემსახურებოდა. სტალინმა ისევე როგორც ბერიამ, საქართველოში ფაქტობრივად მომავალი გაანადგურა. მათ შექმნეს ისეთი სიტუაცია, სადაც ადამიანებს ფაქტობრივად თავიანთი ჩრდილის ეშინოდათ. მათ გაანადგურეს სოსო, გაანადგურეს კობა და დატოვეს მხოლოდ და მხოლოდ სტალინი. მონოლითი, რომელსაც ფაქტობრივად არ ჰქონდა ადამიანური ემოციები. და ხო, რადგან წაშლის საკითხს უკვე შევეხეთ, რადგან ისტორიულ დოკუმენტებსაც შევეხეთ და გარდა ამისა წიგნებს, რომლებსაც სტალინის ბრძანებით ან ხევდნენ, ან ანადგურებდნენ, ან წვავდნენ, უნდა გაჩვენოთ აი ეს ფოტო. თუ კი სტალინზე რაიმე მაინც ხსმენიათ, ან სკოლაში მაინც გაგივლიათ მისი, არ ვიცი, თავი, ეს ფოტო ყველა ვარიანტში გექნებათ ნანახი. 1936 წელს მოსკოვში ჩადის დელეგაცია, რომელშიც არდან მარკიზოვი, რესპუბლიკის მიწათმოქმედების სახალხო კომისარის მოადგილე იყო. მარკიზოვს ორი შვილი ჰყავდა: ვლადლენი, რაც იშიფრება როგორც ვლადიმერ ლენინი, და გელა, რომლის სრული სახელიც ენგელსინა გახლდათ. ენგელსინა მარკიზოვა ამ დროისთვის სულ რაღაც 7 წლის იყო. მან მამა სთხოვა, რომ შეხვედრაზე თან წაიყვანა და არდან მარკიზოვმა მას უარი არ უთხრა, ოღონდ შემდეგი პირობა ჩამოართვა, რომ გელას თან ექნებოდა ყვავილები, რომლებსაც სტალინს გადასცემდა. მოგვიანებით გოგონა შემდეგ რაღაცას იხსენებდა. ჩვენ დარბაზში შევედით, დავსხედით ადგილებზე, უსმენდით გლეხების გამოსვლას. ეს გამოსვლები დიდხანს გაგრძელდა. საშინლად მოვიწყინე. ვითმენდი ბოლოს კი ავდექი და სტალინისკენ დავიძარი. 7 წლის გოგონა მივიდა სტალინთან, გადასცა მას ყვავილები და უთხრა შემდეგი ფრაზა: ეს თქვენ ამხანაგო სტალინო მთელი საბჭოთა კავშირის ბავშვებისგანო. სწორედ ენგელსინას და სტალინის ჩახუტებას და ამ ყვავილების გადაცემის პროცედურას აღწერს აი ეს ფოტო, რომელიც მოგვიანებით მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გავრცელდა. მახსოვს, რამდენად ბედნიერი ვიყავი იმის გამო, რომ სტალინმა ხელში ამიყვანა. სულაც არ ვფიქრობდი, რომ უძლებელ და ყოვლისშემძლე ადამიანს ვყავდი ხელში ატაცებული. უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ვგრძნობდი. ჩემს თავს რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა. მოგვიანებით გოგონას საჩუქრების შესთავაზეს, ან პატეფონი, ან საათი. სხვათა შორის გოგონამ ორივეა იყო. საქმე ის არის, რომ აღნიშნული ფოტო იმ პერიოდის ყველა მოწინავე გაზეთში დაიბეჭდა. ოღონდ განა უბრალოდ დაიბეჭდა, არამედ უმეტესობა მათგანს ჰქონდა შემდეგი წარწერა გაკეთებული: მადლობა ამხანაგო სტალინო ბედნიერი ბავშვობისთვის. ულან-უდეიში ჩასვლისას გოგონა ზარზე იმით დახვდნენ. ის თანატოლებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. ფოტო დაიბეჭდა გაზეთ პრავდაში, გაზეთ იზვესტიეში, ქვეყნის მასშტაბით ყველა იმ საინფორმაციო საშუალებაში, რომელიც მაქსიმალურს აკეთებდა საიმისოდ, რომ სტალინი წარმოეჩინათ იმ ადამიანად, რომელიც გიჟდებოდა ბავშვებზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდა. ერთი შეხედვით ეს წესი და რიგით საკმაოდ თბილი ისტორია არის, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ სტალინს შეეძლო, რომ აი ასე სახალხო შეხვედრების დროს ერთი რიგითი ბავშვი აიყვანა ხელში, ჩახუტებოდა მას და შემდეგ გადაეცა მისთვის საჩუქრები, პატეფონი და საათი, არა? წესი და რიგით კი, მაგრამ მოდით მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, იმიტომ რომ ამ ისტორიას მეორე მხარეც აქვს. 1927 წელს, ეგრეთ წოდებული დიდი ტერორის დროს, გელიას მამა, არდან მარკიზოვი დააპატიმრეს. მას ბრალი დასდეს კონტრრევოლუციური პან-მონღოლური ორგანიზაციის მხარდაჭერაში, რა დროსაც თითქოს იგი ჯაშუშურ დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა. მე შეგახსენებთ, რომ საუბარი მაქვს იმ ადამიანზე, რომელმაც თავის შვილს
ენგელსინა დაარქვა ენგელსის საპატივცემულოდ და მეორე შვილს ვლადლენი ვლადიმერ ლენინის საპატივცემულოდ. ეს ისე მაინც ყოველი შემთხვევისთვის. უბრალოდ იმაზე ხაზის გასასმელად, რომ ასეთ ადამიანს აბრალებდნენ ჯაშუშობას. პატარა ენგელსინა დედის კარნახით სტალინს წერილს მისწერს, რომელშიც აუხსნის, რომ მამამისი არ არის სახელმწიფოს მტერი და თან დაურთავს იმ ფოტოს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. 1938 წლის 14 ივნისს არდან მარკიზოვი დახვრიტეს. მოგვიანებით დაიჭირეს არდანის მეუღლე დომინიკაც. ის და მისი შვილები ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლებაში მყოფი დომინიკა ექიმად მუშაობდა. თუმცა 2 წელიწადში ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ობლად დარჩენილი გოგონა კი ნათესავებმა იშვილეს, რის შემდეგაც მას გვარი შეუცვალეს და ის ენგელსინა დორბეევა გახდა. მარკიზოვის დახვრეტის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება პატარა უხერხული დილემის წინაშე რადგა იქინა გამომდინარე, რომ სტალინს აქვს გადაღებული ფოტო ბავშვთან, რომელსაც ის ეხუტება, ეს ფოტო არის გავრცელებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ ბავშვის მამა დახვრიტეს. საბჭოთა პროპაგანდისტებს მოუწიათ, რომ ისტორია გადაეწერათ. მათ გამოაცხადეს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა არა გელა მარკიზოვა, არამედ მამლაქათ ნახანგოვა იყო. სწორედ ასე შეინარჩუნა საბჭოურმა ხელისუფლებამ სიმბოლური ფოტო, მაგრამ რეალური ადამიანი ისტორიიდან ამოშალა. როგორც ხედავთ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სტალინის ისტორია ორივე მხრიდან დაგანახოთ. ანუ ერთის მხრივ ადამიანი, რომელსაც ბავშვები ძალიან უყვარს, ხოლო მეორეს მხრივ სისტემა, რომელიც ისტორიას ისე წერს, როგორც თავად გაუხარდება. ისტორიკოსები დღემდე დაობენ ზუსტ მონაცემებზე, იმიტომ რომ მთელი რიგი დოკუმენტები არის დარედაქტირებული ან განადგურებული, თუმცა მიუხედავად ამისა, დიდი ტერორის მონაცემები მაინც შემზარავია. ხოლო დიდი ტერორის დროს, ანუ 1927-1928 წლებში, ყოველდღიურად საშუალოდ 1000-ზე მეტ ადამიანს ხვდდნენ. წარმოიდგინეთ, ყოველ წუთს სადღაც რომელიღაც სარდაფში ან ტყის პირას ერთი სიცოცხლე წყვეტდა არსებობას. საერთო ჯამში სტალინის მმართველობის პერიოდში დაახლოებით 700,000-დან 1,200,000-მდე ადამიანი იქნა დახვრეტილი პოლიტიკური ნიშნით. 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიარა გულაგის სისტემა. ბანაკები, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი შიმშილისა და გაუსადლისი შრომის გამო კატასტროფულად მაღალი იყო. 6 მილიონამდე ადამიანი დაექვემდებარა იძულებით დეპორტაციას, მათ შორის მთელი ერები, რომლებიც საკუთარი სახლიდან პირუტყვის ვაგონებით შუა აზიაში გადაასახლეს. სწორედ ამ მონაცემების გამო სტალინს მიაწერენ ხოლმე ფრაზას, რომლის მიხედვითაც ერთი ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია, ხოლო მილიონობით ადამიანის გარდაცვალება არის სტატისტიკა. თუმცა არ არსებობს არც ოფიციალური დოკუმენტი, არც სტენოგრამა და არც ისტორიული ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს ფრაზა მართლაც სტალინმა თქვა. ისტორიკოსები მსგავს ციტატებს აპოკრიფულს უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ციტატის შინაარსი იმდენად შეესაბამება ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის ქმედებებს, საუბარი რა თქმა უნდა ისტორიულ ადამიანებზე მაქვს, რომ მას მიაწერენ ხოლმე ავტორობას. უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრი მკვლევარი ამ აზრის ავტორად გერმანელ მწერალს, ერიხ მარია რემარკს მიიჩნევს, რომელმაც 1945 წელს გამოცემულ რომანში ჟამის სიცოცხლისა და ჟამის სიკვდილისა შემდეგი რამ თქვა, მაგრამ ეტყობა ასეა ყოველთვის, ერთი ადამიანის სიკვდილი ეს სიკვდილია, ხოლო 2 მილიონის სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკა. ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ გიყვებით, რომ ერთმანეთში არ შეგვეშალოს ისტორიულად დადასტურებული ფაქტები და ის მითები, რომლებიც ადამიანებმა სტალინთან დაკავშირებით შექმნეს. კარგი, ახლა მიუბრუნდები გადასახლების და გარდა ამისა დახვრეტების ამბებს. თუ კი საქართველოზე ვისაუბრებთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ქვეყანამ პროპორციულად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო. 1927-38 წლებში საქართველოში დაახლოებით 11,000 ადამიანი დახვრიტეს. ხოლო 20,000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს. თუ კი იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ფაქტობრივად არ დარჩენილა ოჯახი, რომელსაც რეპრესიების ცივი ხელი არ შეხებია. სტალინმა ძალიან კარგად იცოდა, რომ თუ კი ერთს გამოაცლიდი ინტელიგენციას დახვრეტდი მწერლებს, რომლებიც ფიქრობდნენ და გარდა ამისა მეცნიერებს, რომლებიც ქმნიდნენ, დარჩებოდა მხოლოდ ის მასა, ანუ ხალხის მასაზე მაქვს საუბარი, რომელიც ბევრად უფრო მარტივად სამართავი იყო. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს იმას, რომ სტალინმა ამასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ ის არ არის ერთადერთი დამნაშავე ამ საკითხში, იმიტომ რომ ბევრი რამ მის ზურგს უკან ხდებოდა. მაგრამ მე უნდა შეგახსენოთ, რომ ის საკმაოდ მკაცრი ხელმძღვანელი იყო. ის ტოტალიტარული სახელმწიფოს ბელადი გახლდა და რა თქმა უნდა თავად იყო პასუხისმგებელი იმაზე, რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა. მეტიც, არსებობს ასობით დახვრეტის სიები, რომლებსაც სტალინი პირადად აწერდა ხელს. ზოგიერთ მათგანს კი მინაწერებსაც უკეთებდა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით და უნდა ითქვას, რომ ეს რა თქმა უნდა დადოკუმენტირებულია პირადად სტალინის და პოლიტსაბჭოს მიერ გასამართლებულია 44893 ადამიანი. თუმცა მიუხედავად ამ მონაცემისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მის გასამართლებლად შემდეგ არგუმენტს აჟღერებენ. იმ პერიოდში ყველა სახელმწიფოში ასე ხდებოდა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია უშუალოდ ისტორიული კონტექსტი, მაგრამ ის, რაც ხდებოდა დიდი ტერორის დროს, ეწინააღმდეგებოდა 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციას. კონსტიტუციაში ეწერა, რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქეს ჰქონდა სიტყვის, პრესის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ეწერა, რომ მას ჰქონდა პირადი ხელშეუხებლობის გარანტია და სამართლიანი სასამართლოს უფლება. თუმცა სანამ ქაღალდზე და დოკუმენტებში ეს იდეალური სამყარო იხატებოდა, რეალობაში შეიქმნა ეგრეთ წოდებული ტროიკები, ანუ სამთა საბჭოები, არასასამართლო ორგანოები, რომლებიც 3 ადამიანისგან შედგებოდა. მათ არ სჭირდებოდათ არც ადვოკატი, არც მოწმეები და ხშირადაც ბრალდებული. განაჩენა დახვრეტა ან აწლიანი გადასახლება წუთებში გამოჰქონდა. სწორედ აქ იკვეთება სტალინის სისტემის ყველაზე დიდი აბსურდი. 1936 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქალაქეს იცავდა, მაგრამ 1937 წელს გამოცემული ოპერატიული ბრძანება ნომერით 00457 მას სასიკვდილოდ იმეტებდა. ეს იყო ორმაგი სტანდარტის პიკი, იმიტომ რომ არსებობდა ერთის მხრივ საბჭოთა კონსტიტუცია, რომელიც იდეალურად მუშაობდა და იცავდა ადამიანის უფლებებს, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობდა დახვრეტის ოქმები, რომლებშიც ადამიანებს ხრეთნენ და თან ხრეთნენ განა უბრალოდ არამედ კვოტირებულად. და კი, არ მოგესმა. ნამდვილად არსებობდა კვოტები, რომლებითაც იყო განსაზღვრული ის თუ ამა თუ იმ კონკრეტულ რეგიონში მთელი ქვეყნის მასშტაბით რა რაოდენობის ერის მტერი უნდა აღმოეჩინა. და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასე შეიძლება ითქვას, იმისთვის რომ სტალინისთვის თავი მოეწონებინათ, ხანდახან ითხოვდნენ ხოლმე რომ ეს კვოტები გაზრდილიყო და სტალინი ამაზე თანხმობას აძლევდა. თუ კი ამ ყველაფერს თანამედროვე სტანდარტებით შევხედავთ, ალბათ ვიტყვით, რომ ეს კოშმარი იყო, თუმცა იმ პერიოდშიც და პრინციპში არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ თანამედროვე მათ შორის საქართველოშიც კი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამის სანაცვლოდ ქვეყანაში იყო წესრიგი. მკვლევართა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ სიკვდილი დასჯა კრიმინალის რაოდენობას არ ამცირებს. არსებობს საპირისპირო დაკვირვებებიც, რომლის მიხედვითაც კანადაში, ევროპასა და ავსტრალიაში სიკვდილი დასჯის გაუქმებას არ მოჰყოლია კრიმინალის ზრდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი ძალადობრივი კრიმინალის რაოდენობა შემცირდა. ამას გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში არსებული წესრიგი ისეთივე სტალინური მითის ნაწილი იყო, როგორც ენგელსინას ფოტოს ამბავი. სწორედ სტალინის პროპაგანდა ავრცელებდა იმ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში აღარ არსებობდა კორუფცია. პროპაგანდის ნაწილი იყო ისიც, რომ კორუფცია კაპიტალისტური, ბურჟუაზიული ქვეყნების ხვედრი იყო. სინამდვილეში ქრთამის აღება სტალინის მმართველობის ქვეშ არსებულ საბჭოთა კავშირში ჩვეულებრივი, ყოფითი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. 1952 წელს საბჭოთა პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ალექსანდროვი თავის მოხსენებაში შემდეგ რაღაცას წერდა. ქრთამის აღების საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა იმიტომ კი არ გაიშვიათდა, რომ კორუფცია შემცირდა, არამედ იმიტომ, რომ მსგავსი საქმეების გამოძიება ბოლომდე თითქმის არასდროს მიდის. 1940 წელს სამსახურეობრივი მოვალეობით ბოროტად სარგებლობის გამო გაასამართლეს 47,000 ადამიანი. 1954 წელს 48,500 ადამიანი. 1956 წელს კი 72,000 ადამიანი. ქთამს საბჭოთა კავშირში ფაქტობრივად ყველა იღებდა. ქთამს იღებდნენ პოლიციელები, ექიმები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის ლექტორები და რექტორები და გარდა ამისა მაღაზიის დირექტორები ან გამყიდველები. ახლა ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა, რაში სჭირდებოდა მაღაზიის დირექტორს ან მაღაზიის გამყიდველს ქთამი? მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გაეყიდათ ის პროდუქტი, რომელიც მათი თქმით მაღაზიაში არ იყიდებოდა. თუმცა აქ ერთი რაღაცაც უნდა ითქვას. საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქალაქეებს შეეძლოთ ბინა მიეღოთ სრულიად უფასოდ. ოღონდ იმისთვის, რომ მათ სრულიად უფასოდ მიეღოთ ბინა, ისინი უნდა მგარიყვნენ დაახლოებით 10 წლიან რიგში, მაგრამ თუ კი ფულს გადაიხდიდნენ, ისინი სიის სათავეში აღმოჩნდებოდნენ და შესაბამისად ბინას ბევრად უფრო მალე მიიღებდნენ. ისტორიკოსი ჯეიმს ჰაინსონი, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორია და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული თანამედროვე მკვლევარია, რომელიც სპეციალიზირდება საბჭოთა კავშირის ისტორიაზე, კერძოდ კი კორუფციისა და მართლმსაჯულების საკითხზე სტალინის ეპოქაში, შემდეგ რაღაცას წერს. სტალინურმა რეჟიმმა შექმნა პარადოქსი, რომელმაც თავადვე შთანთქა. მან ააგო სისტემა, სადაც კორუფცია იყო არა შეცდომა, არამედ გადარჩენის ერთადერთი გზა. ბელადი ებრძოდა მექთამეობას.
თუმცა თავისივე პოლიტიკით კვებავდა იმ ნიადაგს, რომელზეც ეს კორუფცია ყვაოდა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქრთამს იძლეოდნენ, ავტომატურად ბოროტმოქმედები კი არ არიან. არა, მათ უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ. იმიტომ რომ ოფიციალური არხებით ამა თუ იმ კონკრეტული რესურსის შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირი იყო მოწესრიგებული სახელმწიფო, რომელშიც ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ, თანამედროვე გადასახედიდან მაინც და მაინც დამაჯერებლად არ ჟღერს. წესრიგთან დაკავშირებით კიდევ ერთი მითი არსებობს, რომ თითქოს სტალინი მოკრძალებულად ცხოვრობდა, თუმცა რეალურად მას 14 რეზიდენცია ჰქონდა. და არა, ეს არ იყო პარტიული რეზიდენციები. თითოეული მათგანი პირადად სტალინისთვის აშენდა და გაკეთდა. მათ მომსახურებაზე კი კოლოსალური სახელმწიფო რესურსი იხარჯებოდა, რაც მოკრძალებული ცხოვრების მითს ნამდვილად ეწინააღმდეგება. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ერთადერთი რამ, რაც მისგან დარჩა, იყო სამხედრო კიტელი, რამდენიმე სამხედრო ფეხსაცმელი და ჩიბუხი. ეს პრინციპში სიმართლეს შეესაბამება. სტალინს არ სჭირდებოდა ფული. ის ისედაც ყველაფერს ფლობდა, რაც სურდა. თუმცა იმ ხალხს, რომელსაც სტალინი მაშინ უყვარდა ან დღეს უყვარს, აქვს კიდევ ერთი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც სტალინმა შეძლო და ძლიერი სახელმწიფო ააშენა. და კი, ამას იდეაში ვერავინ უარყოფს. იმიტომ რომ სტალინის მმართველობის დროს სახელმწიფოში საკმაოდ სწრაფად განვითარდა სამხედრო წარმოება, რაც სახელმწიფო სიძლიერის ერთ-ერთი ნიშანია. 1923-27 წლებში წარმოება გაორმაგდა. მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, თავდაცვა და სხვა მიმართულებები განვითარდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ საბჭოთა კავშირი ითვლებოდა საკმაოდ დიდ მძლავრ ინდუსტრიულ სახელმწიფოდ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ. რა იყო ამ პროგრესის საწვავი? მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი აშენდა ათასობით მუშის ხელით, რომლებიც გაყინულ მიწაში, პრიმიტიული იარაღებითა და ხშირად შიმშილის ზღვარზე მუშაობდნენ. თეთრი ზღვის არხი კი, იგივე ბელომორ კანალი, გულაგის პატიმრების სისხლის ფასად აშენდა. აქ ყოველი ახალი კილომეტრი ათასობით ადამიანის სიკვდილს ნიშნავდა. სამაგიეროდ მან მოიგო მეორე მსოფლიო ომი, დაამარცხა ჰიტლერი და გარდა ამისა იგი ზოგადად გენიალური სტრატეგი იყო. ეს ის არგუმენტია, რომელიც დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, არამედ თქვენც არაერთხელ მოგისმენიათ. და მოდით ამ არგუმენტებსაც ლოგიკურად მივყვეთ. 1941 წლის 21 ივნისს საბჭოელმა მესაზღვრეებმა გერმანელი ჯარისკაცი შეამჩნიეს. ეს ალფრედ ლისკოვი იყო, რომელმაც მესაზღვრეებს მოახსენა, რომ გერმანელებმა გასცეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც მომდევნო დღის დილის 4 საათზე დაიწყებოდა ომი. ინფორმაცია მოსკოვში გადასცეს. იქ სტალინმა მარშალ ტიმოშენკოსთან და გენერალ ჟუკოვთან ერთად განიხილა საკითხი. სტალინს ურჩევდნენ, რომ მზადყოფნაში მოიყვანა სამხედროები, თუმცა ბელადი ფიქრობდა, რომ ეს პროვოკაცია იყო. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერა ხელი და შესაბამისად სტალინი არ ფიქრობდა იმას, რომ გერმანია ხელშეკრულებას დაარღვევდა. 1941 წლის 22 ივნისს სტალინს გენერალმა ჟუკოვმა დაურეკა. მან ქვეყნის ლიდერს მოახსენა, რომ გერმანელები საბჭოურ ქალაქებს ბომბავდნენ. თავდაპირველად სტალინს ესეც პროვოკაცია ეგონა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან მოლოტოვი გაგზავნა გერმანიის საელჩოში, დასტურად მიიღო, რომ ომი ოფიციალურად დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ როგორ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი. ამაზე ბევრად უფრო ვრცელი ვიდეოს ჩაწერა არის შესაძლებელი, მაგრამ დღეს ასე იყო საჭირო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინფორმაცია მჭირდებოდა იმისთვის, რომ გამეცა პასუხი იმ არგუმენტებისთვის, რომლის მიხედვითაც სტალინმა გერმანია დაამარცხა და ის უდიდესი სტრატეგი იყო. პირველ არგუმენტზე უკვე ვისაუბრე. ქვეყანაში სამხედრო მრეწველობა გაიზარდა. მეორე არგუმენტი ის გახლდათ, რომ ქვეყანა ცენტრალიზებული გახდა და შესაბამისად გადაწყვეტილებებს უფრო მალე იღებდნენ. მესამე არგუმენტი ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო. ხალხს ყავდა ძლიერი ბელადი, რომელიც მათ ხელმძღვანელობდა და ეს გარკვეულწილად ზრდიდა სამხედრო დანაყოფებში სულისკვეთებას. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონტრაარგუმენტებიც არსებობს. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ თუ კი ომში გაიმარჯვებ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენი ყველა ნაბიჯი უშეცდომო იყო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სტალინს არ დაუშვია არანაირი შეცდომა. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ კი ის გენიალური სტრატეგი იყო, რატომ არ მიაქცია მან ყურადღება დაზვერვისგან მიწოდებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელები თავდასხმას აპირებდნენ. ის აიგნორებდა დაზვერვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, არ ჩქარობდა იმას, რომ სამხედროები მზადყოფნაში ყოფილიყვნენ და გარდა ამისა ხაზგასასმელია ისიც, რომ ომამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ფაქტობრივად გაანახევრა ჩვეული მეთოდით, ანუ დახვრეტით,
ოფიცერთა შემადგენლობა. ომამდე სულ რაღაც 3 წლით ადრე სტალინმა წმენდა ჩაატარა წითელ არმიაში. დახვრიტეს 5 მარშალიდან 3, 15 არმიის სარდლიდან 13 და 1000-ობით მაღალი რანგის ოფიცერი. 1941 წელს გერმანიას დაუპირისპირდა არმია, რომელსაც გამოსტილი მეთაურები ფაქტობრივად აღარ ჰყავდა. ბრძანება ნომერი 227 სტალინის უნდობლობის საკმაოდ კარგი ილუსტრაცია იყო. მან შექმნა დამხრეტი რაზმები, რომლებიც იმაზე იყვნენ პასუხისმგებლები, რომ თუ კი რომელიმე ჯარისკაცი უკან დაიხევდა ადგილზევე დაეხვიდა. უნდა ითქვას ისიც, რომ სტალინის სტრატეგია ხშირად რაოდენობრივ უპირატესობას ეყრდნობოდა. გერმანული ტექნოლოგიის წინააღმდეგ ის მილიონობით ადამიანს უშვებდა. შედეგად კი საბჭოთა კავშირმა ამ ომში 27 მილიონი ადამიანი დაკარგა. კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში აიგნორებენ, გახლავთ ეგრეთ წოდებული ლენდ-ლიზი, ანუ მოკავშირეების მიერ გაწეული დახმარება, რომელიც საბჭოთა კავშირმა მიიღო. საბჭოური პროპაგანდა ამ ყველაფერს ათწლეულობის განმავლობაში მალავდა, მაგრამ თუ კი ამ ყველაფერს ციფრებში და რიცხვებში გადავიტანთ, მივიღებთ შემდეგ რეალობას. კრიტიკული დახმარება იყო არა ტანკები, არამედ ლოჯისტიკა. იმიტომ რომ საბჭოელები იმ პერიოდისთვის საკმაოდ კარგ და ხარისხიან ტანკებს აწარმოებდნენ. ამას ნამდვილად ვერ დაუკარგავთ. მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირს ორთქლმავალთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიაწოდა რკინიგზის ვაგონებთან ერთად. სტუდბეკერის ფირმის სატვირთოები გახდა წითელი არმიის ლოჯისტიკური ხერხემალი. ამერიკამ საბჭოთა კავშირს 400,000-ზე მეტი სატვირთო და ჯიპი მიაწოდა, მათ შორის ცნობილი ვილიციც. ამერიკულმა კონსერვებმა და პენიცილინმა კი მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა. დავიცი, რომ ბევრი ადამიანი ამ ყველაფერს დღემდე არ აღიარებს, სწორედ აქედან გამომდინარე წაგიკითხავთ იმ სიტყვებს, რომლებიც 1943 წელს პირადად სტალინმა თეირანის კონფერენციაზე გააჟღერა. მინდა გითხრათ, რას ნიშნავს პრეზიდენტ რუზველტისა და შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ლენდ-ლიზის შესახებ. ამ ომში ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთებია მანქანები. შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლიათ თვეში 8,000-დან 10,000-მდე თვითმფრინავის წარმოება. რუსეთი აწარმოებს მაქსიმუმ 3,000, ინგლისი კი 3,500. შესაბამისად, შეერთებული შტატები მანქანების ქვეყანაა. ამ მანქანების გარეშე, რომლებიც ლენდ-ლიზით მივიღეთ, ჩვენ წავაგებდით ომს. თუ კი ძალიან მოკლედ შევაჯამებთ, ამ ყველაფერს მივიღებთ იმას, რომ ომი მოიგო არა სტალინის მიერ მიღებულმა გენიალურმა გადაწყვეტილებებმა, არამედ იმ ერთიანობამ, რომელიც საბჭოურ ერებს ნამდვილად ახასიათებდათ. ომი მოიგეს ჩვენმა დიდმა ბებიებმა და დიდმა ბაბუებმა. 1968 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გრიფით საიდუმლო მოხსნა დოკუმენტს, რომელიც მოკავშირეებმა ჯერ კიდევ 1945 წელს SS-ის არქივებში აღმოაჩინეს. ეს ფურცლები ინახავდა ერთი საბჭოელი ტყვის სიკვდილის ისეთ დეტალებს, რომლებიც 10 წლეულობის განმავლობაში უცნობი იყო. 1953 წლის 14 აპრილი. ზექსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი, საღამოს 8 საათი. გუშაგმა შეამჩნია ტყვე, რომელიც ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მიემართებოდა აკრძალული ზონისკენ. ყარაულმა რამდენჯერმე დაუყირა, რომ გაჩერებულიყო, თუმცა ტყვე დაჟინებით მოითხოვდა ბანაკის კომენდანტთან შეხვედრას. როდესაც ყარაულის უფროსმა, უნტერშარფიურერმა იუნგლინგმა უთხრა, რომ კომენდანტი დილამდე არ იქნებოდა, ტყვეს უკან არ დაუხევია. პირიქით, როგორც კი იუნგლინგი გაბრუნდა, ის მავთულ ხლართებისკენ გაიქცა. სწორედ ამ დროს გაისმა გაცროლის ხმა. ტყვე მავთულ ხლართებს ჩამოეკიდა. ალბათ გიჩნდებათ შეკითხვა, რა შუაშია ამ დატყვევებული ჯარისკაცის სიკვდილი იოსებ ჯუღაშვილის იგივე სტალინის ისტორიასთან. საქმე ის არის, რომ ეს მისი შვილი, იაკობ ჯუღაშვილი გახლდათ. ალბათ ყველას ახსენდება ბელადის სიტყვები, მე ჯარისკაც მარშალში არ ვცვლი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სტალინის მიერ გამოცემული ბრძანება ნომერი 270-ის მიხედვით, იაკობ ჯუღაშვილის სამშობლოს მოღალატედ ითვლებოდა, რადგან ყველა მეთაური და მებრძოლი, რომელიც ტყვედ ვარდებოდა, ითვლებოდა დეზერტირად და მოღალატედ. მეტიც, ისინი არა მხოლოდ მოღალატეებად ითვლებოდნენ, არამედ მათი ოჯახის წევრებიც სათანადოდ ისჯებოდნენ. სწორედ ამიტომ იაკობის მეუღლე იულია მელცერი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი. ის თითქმის 2 წელი იჯდა ციხეში, თუმცა ბოლოს სტალინმა გააცნობიერა შესტომა და გამოუშვა იგი. ანუ წარმოიდგინეთ, ქვეყნის ლიდერმა საკუთარი რძალი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, რომ მისი შვილი ტყვედ ჩავარდა. ერთი სიტყვით, პირადად ჩემი აზრია ეს, რა თქმა უნდა, ვიღაც შეიძლება დამეთანხმოს, ვიღაც შეიძლება არა, მაგრამ ჩემთვის არ არის გასაკვირი ის, თუ რამდენად მარტივად შეეძლო მას უცხო ადამიანების გაწირვა, თუ კი ოჯახის წევრებს ასე წირავდა. ნახოთ, რა თქმა უნდა, იაკობის ისტორია არ არის ერთადერთი ტრაგიკული ისტორია სტალინის გარემოცვიდან. აქედან გამომდინარე, მოდით მოგიყვებით იმას, თუ რა მოუვიდა სტალინის მეორე მეუღლეს, ნადეჟდა ალილუევას.
1932 წლის 7 ნოემბერს საბჭოთა კავშირი რევოლუციის იუბილეს აღნიშნავდა კრემლში. მომდევნო დღეს პარტიის მაღალჩინოსნები მეუღლეებთან ერთად კლიმენტ ვოროშილოვის ბინაში საზეიმო სუფრას მიუსხდნენ. სტალინი აქ თავის მეუღლესთან, ნადეჟდა ალილუევასთან ერთად იყო, რომელთანაც ხელი 1919 წელს მოაწერა. წყვილს 2 შვილი ჰყავდა: ვაჟი ვასილი სტალინი და ქალიშვილი სვეტლანა. სტალინი და ნადეჟდა ალილუევა ხშირად კამათობდნენ. ამ საღამოს ბელადმა სუფრაზე სახელმწიფო მტრების საწინააღმდეგო სიტყვა წარმოთქვა და მათ განადგურება უსურვა. მისმა მეუღლემ ჭიქა არ ასწია. სტალინი გაცობდა. ყურადღების მისაქცევად ცოლს რაღაც ესროლა და უხეშად დაუძახა ეი. ნადეჟდამ, რომელსაც საკუთარი ღირსება გააჩნდა, მიახალა: მე შენი ეი არ ვარო. ადგა და ვახშამი დატოვა. მას გარეთ მოლოტოვის ცოლი პოლინა ჟემჩუჟინა გაყვა. ქალბატონები სეირნობდნენ კრემლის კერლებთან გვიანობამდე. მოგვიანებით კი ნადეჟდა თავის ოთახში ავიდა. 1932 წლის 9 ნოემბრის დილას 31 წლის ნადეჟდა მკვდარი იპოვეს. მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. იარაღი, რომელიც სტალინის ცოლმა გამოიყენა, ვოლტერ პი გახლდათ, რომელიც მას ძმამ, პავლე ალილუევმა აჩუქა. სტალინი ამ ქმედებასაც ღალატად აღიქვამდა. ალბათ გაინტერესებთ რა ხდებოდა სტალინის სხვა შვილების ცხოვრებაში, რადგან იაკობზე უკვე ვისაუბრე, მოდით გავაგრძელებ საუბარს ვასილიზე. ის მამისგან განსაკუთრებულ ყურადღებას არასდროს იღებდა. ბავშვობიდან დედის გარეშე დარჩენილი ბიჭი მამაკაცების გარემოცვაში იზრდებოდა. მას მუდამ დაჰყვებოდნენ დაცვის წევრები, რომლებიც მაინც და მაინც მოკრძალებული საუბრის მანერითა თუ ქცევებით არ გამოირჩეოდნენ. ვასილიმ ადრეულ ასაკში დაიწყო სიგარეტის მოწევაც და დალევაც. ვასილი სტალინის უფროსი შვილის მსგავსად სამხედრო გახდა. იგი პილოტი იყო და იბრძოდა კიდეც. თუმცა სტალინის სიკვდილის შემდეგ ის სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. 1953 წლის 28 აპრილს კი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ვასილი სტალინი 1960 წელს გაათავისუფლეს, თუმცა ხაზგასაცმელი არის ის, რომ ის ციხეში არა სტალინის, არამედ ვასილოვის გვარით იჯდა. გათავისუფლების შემდეგ მან დალევა დაიწყო, რის გამოც ერთხელ ავარიაშიც მოყვა. ვასილის რამდენჯერმე უმკურნალეს. ის რამდენჯერმე დაიჭირეს კიდეც და მეტიც. ყაზანში გადაასახლეს. თუმცა მისი წვალება ციხიდან გამოსვლის შემდეგ დიდხანს არ გაგრძელებულა. 1962 წელს ვასილი სტალინი გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, თუმცა მოვარული ჭორების მიხედვით იგი მოიშორა საბჭოურმა აგენტურამ. არ დავივიწყოთ ისიც, რომ სტალინს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა. საუბარი სვეტლანაზე მაქვს და მოდით ახლა მის მოკლე ისტორიასაც მოგიყვებით. 1967 წლის 6 მარტი, დელი, ინდოეთის დედაქალაქი, ჩინაკიაპურის რაიონი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ტაქსი ჩერდება. ავტომობილიდან შუახნის ქალი გადმოდის, რომელსაც ხელში მხოლოდ ერთი ჩანთა უჭირავს, თუმცა ამ ჩანთაში ინახება ის საიდუმლო, რომელიც მთელს მსოფლიოს შეძრავს. შუახნის ქალი საელჩოში შედის და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამავე ღამეს ის ჯერ დელის აეროპორტში გადახავთ, შემდეგ კი შვეიცარიაში, სადაც მას უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცეს, რადგან ის სტალინის შვილი, სვეტლანა გახლდა. შვეიცარიიდან სვეტლანა იტალიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი, რადგან იტალიამაც ვერ აიღო პასუხისმგებლობა, სვეტლანა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადახავთ. კენედის აეროპორტში მას ჟურნალისტები დახვდნენ. ძალიან მალე მსოფლიო ერთმა ამბავმა მოიცვა. სტალინის შვილი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ჩაბარდა. ალბათ გაინტერესებთ რა ედო მას ჩანთაში, ისეთი რომ ამან მსოფლიო შეძრა. ერთადერთი რამ, რაც სვეტლანას ჩანთაში იდო, გახლდათ ხელნაწერი წიგნი სათაურით 20 წერილი მეგობარს. სწორედ ეს წიგნი გახდა ბევრი ისტორიკოსისთვის და მკვლევარისთვის სტალინის ოჯახის, პირადი საქმეებისა და კულუარული ისტორიების წყარო. ამ წიგნში სვეტლანამ დაწერა სიმართლე სტალინის ოჯახზე, დედის თვითმკვლელობაზე და იმ სისტემაზე, რომელიც მამამისმა შექმნა. ამ ხელნაწერის გამოქვეყნების უფლებას მას საბჭოთა კავშირში არავინ მისცემდა. ამერიკაში ჩასვლისთანავე მან გამოსცა წიგნი და წარმოუდგენელი ჰონორარიც მიიღო, თუმცა ფულზე მნიშვნელოვანი მისთვის წარსულთან განშორება და გვარის შეცვლა იყო. მალევე მან უარი თქვა გვარზე და ალილუევა გახდა. მოგვიანებით კი ამერიკული სახელი და გვარი, ლანა პიტერსი მოირგო. წარმოიდგინეთ, რამხელა დარტყმა იყო საბჭოური პროპაგანდისტვის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სტალინის ფავორიტი შვილი ჩადის კაპიტალისტურ ამერიკაში და ამბობს, რომ მამის მიერ აშენებულ სოციალისტურ სამოთხეს ამერიკის შეერთებული შტატები ურჩევნია. სვეტლანა 2011 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ მოხუცებულთა თავშესაფარში. საბჭოთა პროპაგანდა ათწლეულობის განმავლობაში მუშაობდა იდეალურად. ის ხატავდა იდეალური სოციალისტური სამოთხის სურათს.
მსოფლიოსთვის ეს უნდა ყოფილიყო ქვეყანა, სადაც ბელადი მოკრძალებულად თითქმის ასკეტურად ცხოვრობდა და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდა. თუმცა პროპაგანდის ფარდის მიღმა საშინელი რეალობა იმალებოდა. რეალობა, სადაც მოკრძალებულ ბელადს 15-მდე რეზიდენცია ჰქონდა. რეალობა, სადაც იდეალური არმია ომამდე 3 წლით ადრე თავად ბელადმა განწმინდა. რეალობა, სადაც მილიონობით ჯარისკაცი მოღალატედ გამოცხადდა მხოლოდ იმიტომ, რომ ტყვედ ჩავარდა. პროპაგანდა ყველაფერს მალავდა. ენგელსინა მარკიზოვას ოჯახის ტრაგედიას, ნაჯეჟდა ალილუევას თვითმკვლელობას და იმ ფაქტსაც, რომ სტალინის სამივე შვილის ბედი ტრაგიკული გამოდგა. ერთი მავთულ ხარხებზე მოკვდა, მეორე ალკოჰოლმა და მარტოობამ დაღუპა. მესამემ კი ხსნა და შველა სამშობლოდან გაქცევაში ჰპოვა. იოსებ სტალინზე ბევრად უფრო ვრცელი ვიდეოს ჩაწერა არის შესაძლებელი, იმიტომ რომ მან არაერთი ბრძანება გამოსცა, არაერთი ფრაზა გააჟღერა, მის ცხოვრებას ზოგადად საკმაოდ დიდი ბურუსი შეიძლება ითქვას, რომ ახვევია გარს. ის ყველაფერი, რაც დღევანდელ ვიდეოში მოისმინეთ, მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირი იყო. დღევანდელ ვიდეოში მინდოდა, რომ მესაუბრა იმ მითებზე, რომლებიც საბჭოთა პროპაგანდამ შექმნა და გარდა ამისა იმ რეალობაზე, რომლებიც ამ მითების მიღმა არსებობდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ვიდეოს კონკრეტულად აი ამ მომენტამდე უყურა. თხოვნა მექნება, რომ დაალაიქოთ იგი და გარდა ამისა, თხოვნა მექნება, რომ გამოიწეროთ არხი. აქ იმასაც ვიტყვი, რომ ვიცი, რომ ამ ვიდეოს შესავალი ცოტა ისეთი ორაზროვანი და ბუნდოვანი იყო, ზუსტად ისევე როგორც სტალინის ცხოვრება და საბოლოო ჯამში ალბათ ჩემი შეფასებაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, მაყურებელს. ზოგადად, ისტორიული ადამიანების და ისტორიული პირების მოღვაწეობას ყოველთვის იმის მიხედვით ვაფასებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები და რამდენად იყო მათი უფლებები დაცული ამა თუ იმ კონკრეტული მმართველის, მბრძანებელის, მეფის, პრეზიდენტის თუ ბელადის დროს. საქმე ის არის, რომ არ ვიცი, ჩემთვის ეს არის ყოველ შემთხვევაში პრიორიტეტული, ვიღაცისთვის ტანკი და თვითმფრინავი ან რაღაც მსგავსი. საბოლოო ჯამში დასკვნებით თქვენთვის მომინდვია, მადლობა აქვე ძალიან დიდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიას, რომელიც ჩემს არს უკვე არაერთი დღეა გვერდში უდგას და აქვე განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ დაიზარა, პატრეონზე გადავიდა და ჩემი პატრეონელი გახდა. მე მგონი სწორ სიტყვას ვიყენებ, ზუსტად არ ვიცი. დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით.